მოგესალმებით მეგობრებო ყველას და გავაგრძელოთ ახლა ჩვენი ვიდეოს გადაღება. აქ არის თუ გითხავთ ახლა ვიდეოს დასაწყისში ძალიან პრინციპული ბრძოლა. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოვიგოთ, იმიტომ რომ გჭირდება ეს საბერძნეთის ქალაქები. ეს თესალონიკი და ეს ათენის, სპარტა და ეს კორინთო და ეს ქალაქები ისიც ვეყოფა რომ ლარისა ვერ ავიდეთ თავიდანვე. აუცილებლად გჭირდება ერთ სიტყვით რა. დავიწყოთ. რაღაცა განსაკუთრებული გადაჯგუფება არ მინდა. უბრალოდ ხაზი მაქსიმალურად შევეცადოთ რომ გავშალოთ და დავაგრძელოთ. და კავალერია მოვაქციოთ ერთ ფლანგზე. და აქეთ ხარეს დავაყენოთ. მოდი პირველად ვაკეთებ აი ეს ცხოვრებაში ძალები. მეომარი ძალები. У Харона сегодня будет много работы. Враги бросают в бой резерв. შეიძლება მალე წამოვაბარგოთ აქედან. წესით და რიგით რაღაცა იმაში უნდა აყოლოთ. ესენი გადმოვაჯგუფოთ. ესენიც გადმოვაჯგუფოთ.
საოცრებები რომ მოხდება ხოლმე, მაგას რა თქმა უნდა შეგუებულები ვართ ყოველთვის. მაგრამ მაინც და მაინც არ გვაწყობს არ გვინდა. ეხლა მაინც ეს რამდენი ხანი უძლებს მოვიზიო ძებეთ შეიარაღებული ჰოპლიტები ყოველ მხრიდან ალყაში იბრძვიან. Богам, вражеский полководец мертв. Его люди знают, что их судьба решена. ერთი რაღაცა ვერ გავიგებ მართლა აი ეს ცხენოსნების ნაწილი რატო არ რეაგირებს ბრძანებად სერიოზულად ვერ გამიგია უბრალოდ Вражеский полководец убегает. Настоящие вожди вообще так себя не ведут. А во время битвы и вовсе невероятно. Сцены сагдевენ дабла, საოცრება. Вечный позор ему. Наш полководец убегает. Ведь очередной арient განა. კაია უკან მაინც დაიხიეს. აქეთ ისევ რა თქმა უნდა. Ვალეზიას თავგამეტებით იცავენ.
მესამე მცდელობა გავაკეთეთ ვიდეო. სადაც რა გამოგვივა ჯერჯერობით ბრძოლაში დამარცხების მერე საიტს ამოვიდა. არსაით გაანალიზდა უბრალოდ როგორც ეყობა. უნდა როგორც მოსალოდნელი იყო გააკეთეს ისე. ეს დახმარება მოვუოთ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მე ვფიქრობ რომ შევეცადოთ და შენი თავებს და დავიკავოთ ქალაქისთვის მთლიანად. მეგონი შევძლებთ და გამოვიდეს აქედან მოდის 60 დახმარება. ალეზია ძალიან დიდი ის სწორი ძალიან ძლიერი ქალაქია, უნდა ჩავფაროთ ალეზიას თუ დავიკავებთ მოცემულ შემთხვევაში უკვე შეიძლება რომ მთლიანი საფრანგეთი გავაკონტროლოთ მთლიანად. Богам! Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. ჩვენთანაც საკმაოდ დიდია. თავარი ახლა კარიბჭე ავიღოთ უბრალოდ. შეიძლება სწრაფად. ესენი სლამოხოცოთ. და აი ამ ცხენოსნების პირდაპირ წავიდეთ გამარჯვების წერტილამდე. გამოვა ერთი სიტყვით და ხელს არ ვაკეთებ. Закололся собственным мечом. Ваш доблестный полководец погиб. Его войска лишились мужества.
лучше бы он остался. ასეთ შემთხვევაში აღარც სცენი აღარ გამოვლინდა და ჩემი შეგნით შესვლაც უაზრობა იქნება და ამიტომ შევწყვიტოთ ეს ბრძოლა. ჯერათაც გადარჩა ეს ქალაქი კიდევ ერთხელ ჯერჯერობით სიაკში დაიწყეს ქალაქის შიგნით შემოკლევაც. სტანდარტულ წყობაზე დარჩენილი ძალები ეს ქალაქი უნდა დავამაგროთ და დავიცვათ მნიშვნელოვანია. სასიცოცხლო მნიშვნელოვანია. და კავალერიით ვიმოხმელოთ გარედან. მოუწიოთ ხელიდან. მოკლედ თარგე რამაც სამხედრო პოტენციალის 29% გავანადგურე.
კავალერია სარდალი ორი ნაწილით არის ჯერს ვილიამის ადრია რისკით არ გავისკოთ დანარჩენ შიგნით რო შევიდეთ ეს მგონია რომ მიხედავენ მაინც დაიზრა Теперь наши воины должны стать აი ამის новой ქვეშ стеной. შეგვიძლია რომ გაუმართოთ ეხლა მას ბრძოლა თუ ესე ძალიან და მოვიდეს არ გეშინია აი ახლა კოშკიდან სამას ისვის ხა და ხმარება მე Слава богам! Вражеский полководец мертв. Его люди знают, что их судьба решена. Боги сердятся на нас сегодня. Враги пробили стены. ცხენოსებით ძაღლების მიმართებაც მაგათა როგორ არის ისება რამდენი საშიები არიან ესენი კავალერიისთვის საკმაოდ იზოლებულები არიან Стены больше не принадлежат. Враги захватили ее. დავილოდოთ ეხლა შიგნით მოვლენების განვითარებას ეს რა არის? პატარა ბოსტანი ხო? მინდორი რაღაც კომპოსტოა მოყვანილი ჭარხალი იმიტომ რომ შიგნით არსებულ გარნიზონს სამთავში სჭირდება საკვები ამიტომ მოხავთ ადრაზე გადმოხარეთ ფეხები დროზე მოდით Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты. მოკლედ Они просто მოგონცია კი არ დაეცა უნგრელი ამ кролики. ეტაპზე ეხა ვინაიდან და რადგანაც პორტის ბლოკადა, პალმას ბლოკადა. ხა დაგვავალეს ისევ ახალი რაღაცა ქედან უნდა მოხსნათ ალბა.
ეს ფლოტი ისევ წამოვიყვანოთ აქეთ მხარეს სუპერზნული ხომალდებია ყველგან აქ ზღვაზე მოვიწევს ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით ამათ ჩაძირვა არ ვიცი ხუთნაბიჯი მოვასწრებ თუ არა იქამდე მისვლის არ უნდია ამიტომ აქეთ დაიყოს ორი ფლოტი მთელი ძალებით აქ ეხავე მინდა რომ გავაძლიერო მოდი აქ არ გვინდა მეომრები უბრალოდ აი ესე და გავაკეთოთ ფლოტი საკმაოდ ძლიერი ხომალდებით ასევე ტრირემებით მეორე რანგის ხომალდებით და იქნება აღმოსავლეთის ზღვებში აქ დარდანელის და მის ზღვებში სამოქმედოთ ასევე მერე უკვე აქეთაც თუ დაგჭირდება კრეტაზე როდოსზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის პირეთშიც ცოტა კიდე გავაძლიერებ და გავაკეთებ იმას რომ საბოლოო ჯამში ნორმალურად ავიომებს და ვიქნებით ეხლა აქეთ საბერძნეთში კიდე გადმოვსვათ საკმაოდ დიდი მონღოლების ნაწილები საკმაოდ დიდი ძალებით რო ის ქალაქების დაკავება გავაგრძელოთ აუცილებლად თან გავაშენოთ დიდი გზები და აქ თავდაცვითი სამუშაოები დავიწყოთ იმიტომ რომ სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ არის და რიცხოვნობა აუცილებლად უნდა გავზარდოთ ამ ქალაქში გარნიზონების და კიდე იზავენ მასეთ რამეს შეტევაზე კიდე წამოვიდნენ აუცილებლად რა თქმა უნდა აქ ჩვენი ფრაქციის ლიდერი ჩვენი სახელოვანი გენერალი რომელიც გალიაში იბრძვის რამდენი ხანია გალების ცენტრისკენ გაუშვათ ამ მიმართულებაზე ამ ქალაქს კი ძალიან მარტივი გარნიზონის იმედზე ვტოვებ რაც შუბის და ფარებით შეიარაღებული ერთი-ერთეული სიმენზე მაგრამ ეგ არა უშავდა არა მგონია ჯერჯერობით პირენეებიდან ესპანელები კიდე წამოვიდნენ აქ ბორნაბიჩი ორ შემთხვევაში და მე მანამდე ამ ქალაქს აღებას მოვასწრებ და ალეზიის გარშემო შევკრავ ძალიან დიდ იმას აქეთ ჯერჯერობით სიმშვიდეა პანონიაში და დაკიაში ქრომაელები ძალიან შუსტრად მოქმედებენ აქ უკვე ესე არ გვინდა ეგ არ გვაწყობს ნამდვილად ხითან რაღაცა ძალების ნაწილით გადაწყვიტეს რომ უნდა გავეჩერებინეთ მაგრამ ამათი ეკონომიკა და სამხედრო პოტენციალი ჩემთან ბრძოლების შედეგად იმდენად დასუსტებულია რომ ვერ აკაჩავენ მაგნეს ნამდვილად კედან წამოსული მეომრების არჩენებით აქ ლუგუდუნში დიდი გარნიზონი მოგროვდა აქ გასტატები დავამატოთ რაც შეიძლება ბევრი ეს ჩვენი მეგობარი ჩავსვათ აქ გემში მეორე ალყა გააკეთეს კიდევ Готовы поднять паруса? Да, капитан. Это и сделано, господин. Ставить паруса. ეს დამდებდება სამნაბიჯში
და როგორც მოსალოდნელი იყო ესპანელებმა ძალიან დიდ ძალებს მოუყარეს აქ თავი. Император! Готовьтесь к бою! როგორც ვარაუდობდი, სასწრაფოდ უნდა გამოიყოს ძალები და ამას წინააღმდეგას წავიდნენ რა. Приказы! Приказы! სხვანაირად აქ არ გამოვა ეს საქმე გამოიწვია. Они кончились, господин! ადრე რასაც ვაპირებდი, Господин! Полководец! უნდა მიუყრუო იმას, თორე მე ამას თუ აიღებენ მასალიასაც ზედ მიაყოლებენ და ეგ იქნება რა. Вперед! ეგ იქნება ძალიან ცუდი. Да, капитан. სენი სასწრაფოდ გადავსხათ რაც შეიძლება ახლო ბალკანეთზე. Все на берег! ფლოტი დავაბრუნოთ Да, უკან. капитан. Ряды кончились, господин. გამოვიყვანოთ კიდე გასტატები. ხაძალები ყავთ ალბათ თავმოყრილი. არაფერი საერთოდ. არაფერს არ აპირებენ როგორც ეთყობა. ქალაქის პოპულაცია თითქმის ნულზეა მუდმივი ბრძოლებისგან. ცუდი მდგომარეობაა ერთ სიტყვით. მოკლედ ამ ქალაქს როზიაძე ავირებ ალბათ. ესე მგონია მე. Отряды! Стойте и сражайтесь! Гастаты! Отряды! დავიწყეთ. Враги привели на поле боя еще людей. აქ არიან ჩვეულებრივი მაწანწალების შენაერთები, ხო? პრინციპში მეტი ვეღარს გამოყავთ. იქიდან ცოტა არც აქედან პრინციპში არაფერი აღარ არის. მე უბრალოდ მაშინ ალეზიამდე არ მეყო ესე ძალები რა. პრობლემამდე ის მექნა. მივწოლოდი. ძალიან ჩვეულებრივ მომდენ კავალერიითაც უნდა მიხედო. თუ რაღაც აზეს პილუმები და ისროლეთ და ის რო უკვე გაიქცნეთ. და თორეს თავისი საზდალი. ნატო. Преследуйте их и вытесните с поля სერიამად боя. გაეკიდნენ, ამათ გავეკიდები. ცემულ შემთხვევაში. რაღაც ბოლო დროს კი გადაიფიქრეს, მაგრამ Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты, они просто тугрые кролики.
Это героическая победа. გავიმარჯვეთ. Победа! ქალაქიც ავიღეთ. ესპანელებმა ნარბურმანტეს შემოარტყეს როგორც მოსალოდნელი იყო ალფა. Полководец! ეს უკვე საკმაოდ სერიოზული ძალაა და განაცხადია აქ. აქედან წამოვიდეს ჯერჯერობით. ბალკანეთზე მე მგონი მეტი აღარ უნდა დამჭირდეს მეტი ძალების გადასროლა ჯერჯერობით. საკმაოდ დიდი ისინი არმიებით მივედი რა. Полководец! Вперед! Ходов больше нет, господин. В атаку! ამ ხელაფლოტის გაკეთებაში ფულის დახარჯვას ჯარი აგეშენებიათ. Полководец! Готовьтесь к бою! Победа! მოკლედ აქედანაც სასწრაფოდ უნდა გავაგზავნოთ ჩემი გზა. ესენი აპირებენ რაღაცას, როგორც მოსალოდნელი იყო. Флот готов. გამოტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი. Император! Вперед! Ходов больше нет, господин. ლათენს ესენი Атаковать врага! აწვევიან და ძალიან სწრაფად მოქმედებენ, რა შეიძლება ითქვას. სარმოწონს ნამდვილად. მე მინდოდა რომ ეს სამივე ქალაქი ჩემ ხელში აღმოჩენილიყო. როგორც ეთყობა ახერ ხდება. Приказы! Атаковать врага! Ходов больше нет, господин. Приказы! Приказы! Вперед! Император! ალეზე ისარება ამას მოუწევს, როგორც ეთყობა. Император! Приказы! Император! Господин! Император! Атаковать! Готовьтесь к бою! На укрепление! უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს ამას, როგორც ეთყობა. საკმაოდ კარგი არმია ეს. მოდი დავიხიოთ აბა უკან. Отступать! Ходов больше და მეორე нет, ნაწილით господин. აი აქ ნახე ლიმონისთვის შემოარტყეს ალყა აქ ქალაქს. აი ვიბრძოლოთ.
ერთადერთი ხა რაც შემეძლება უნდა იყოს ის რომ მოკლედ ჯერ სარდალი ამათი არმიის საშუალება თუ იქნება და მე უკვე ამათ გავუსწორო ანგარიში თორე ესე არ ამგონია რომ ამათ ვაჯობო მოვახდინოთ ამ კაცის გალი ადამიანის პროვოცირება ბარბაროსი ადამიანის რაცათა უკან წამოვიდეს და მოვიდეს ჩვენ ერთეულებთან ახლოს ეს კავალერია მიხედოთ როგორიდან დათმობილა თავიდანვე ესე არ გვაწყობს კიდე წამოვიდა ეს უკან კარგია მაინც არ წამოვიდა როგორც მოსალოდნელი იყო დაიდანაკეთ ცეკვს ამათი ხმით შეიარაღებულები ჩვენგან აი მეც მომიწევს რომ ხაზოდა ესე დავუცო ეს კოთება საკმაოდ კარგი გვაქვს ჩვენს Das mein Gott nicht aufgeregt. Перепуганная старуха. Римская честь не запятнана. Но слава Рима. ძალების საკმარისობის გამო კიდე ერთი დამარცხება გამიცადეთ. აქ ისე დაცვა და ბრძოლა ვცადოთ ძველი მეთოდით კარებები ღია ეთყობა ამათ აგენტმა გახსნა ეს ვინც არ იცით ხოლმე აგენტების შეშვება შეიძლება ქალაქში მერე გახსნას ამ აგენტმა კარიბჭე ან რაღაცა ესეთი და ძალიან მარტივად მერე უაბილდება ხოლმე მტრის ჯარისკაცებს შიგნით ქალაქში შეღწევა ცნობისთვის ის დავიწყეთ
მგონია მათი საგლის მოშორება თავიდანვე როცადოთ შესაძლებელია, იმიტომ რომ საკმაოდ სუსტი დაცვა ყავ. Стены больше не принадлежат нам. Враги захватили. ნაწილი კი სხვა მხრიდან მოდის, თუ აღწევს, მაგრამ არ გონია მაინც. ესენი იქით ტარანით მიადგნენ მაინც. საინტერესოა. Слава великим богам! Стены пали от напора бешеной атаки. Теперь наши воины должны стать новой стеной. Ципши. Спасулия, матисакме. Слава богам! Сердца врагов наполнились страхом, и они обратились в бегство. დავეთანხმოთ ამ შემთხვევაში რომ არ შემოგვიდიონ ეხლა დროის მოგება მინდა. და მოტყუება ამათაც შეძლებიათ ესე იგი. ნახე რა ჯარისკაცები ყავთ იბერიული ფეხო და საკმაოდ კარგი მეომრები არიან. ისედაც. ნუ ეხლა უნდა დავთმო ეს ქალაქი, ვერაფერს ვერ ვიძახ. აზრი არა აქვს არანაირი. წამოვიდი აქ ამას დასაშიელად. მოდი ჯერ მოახდინე შევეცადოთ ალყა მოხსნათ. ესე. Ходов больше нет, господин. Приказы? Марш! Господин! Император! Император! Вперед! აუა მათმახო. Приказы! დგანანა აქვს სპეციალურად. გამოჩნდებიან ხოლმე უადვილო დროს. და ვიშლიან ხელს. იქით შეგეშალათ ძმებო, სციპიონები, ჩემი მოკავშირეები, შესაკმაოდ დიდი არმიები ყავთ ამათ მობილიზებული უკვე აქ. ეს ათენზე მე რამდენი დღეა ალყაზე დგანან. საბერძნები კარგად დაასუსტეს აქ. ნუ პრინციპში ერთად დავასუსტეთ.
საერთოდ არაფერს არ მივიღებ. ბერძნები ეხლა არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ანუ მათ ის ახალი ის მოხდა ხა ეს ამბორდის ბლოკადა, ეს სისულელე ხუთნაბიჯში აქამდე ვერაფრით ვერ მივახცევ, გამორიცხულია. საერთოდ გამორიცხულია. ნელა ართულებს სენატი თავის დავალებებს. Господин! Вперед! Вперед! აქ როგორც ეთყობა პირდაპირ ბრძოლას თავიდან ვერ ავირიდებთ. ეს იმპერატორი აქ უნდა შევიყვანო და ბედის ანაბარა მივატყო შუა ბულგარიაში. იმის იმედად რომ ეს გალები აქ არ შემოვლენ და არ იმას იზარდენ, ხო? ალბათ არ გაუკეთებენ არსებულ ქალაქს. მოკლედ ესენი უნდა გავანადგურონ გადამწყვეტ ბრძოლაში. დავიწყეთ. ფლანგებიდან ნელა ამათი დასუსტება. როგორც წესია ხომ როგორც მოსაგონია. სარდალ მოპირდაპირ დარქმით. ნახორციელა ჩენცენზე შეტევა. მაგრამ ესპანური ხარისხი ძალიან სუსტი აღმოჩნდა და უგულიცა. დაახლოებით იგივე ელოდება თავად ყოველს სრული განადგურება ჩვენთან ბრძოლებში. იმიტომ რომ მოული არ არის სიძლიერე და საფირე ამათი ხო. სრულიად მოუმზადებლად მიღალატეს და დაარღვიეს ჩემი სოფლიო წესრიგი. აქამდე ამათი ძალები რო არა ძალიან მთლიანად არებული მაქვს. მთლიანად შეიძლება ითქვას. Титанас бзолаши даигу показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты, они просто пугары и кролики. ამათი ძალები რაც მეორე განადგურება მე თუ ეთესი. ეს პარტიდან აგრება შემიშლიან მე ხეას. ჩემი გეგმების განხორციელებაში.
2415 პიც მინდათ გავანადგურე შეიძლება რა. დღევანდელი სტატისტიკა შეიძლება ითქვას ამ ბრძოლების სტატისტიკა დღეს ჩემთვის ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ ამ ერთმა გამარჯვება ძალიან ბევრი რამე შეცვალა და გადაწყვეტა შეიძლება ითქვას რა. Поселение в осаде, господин. ესების ფონზე რომ ლეგენდარულ სირთულეს თამაშობდა, ძალიან ნაკლები რესურსები მაქვს. ძალიან მირთულებს ყველაფერს, ეს უკვე მაინც კარგია, ძალიან კარგი. ჩვენი წინსვლა გავაგზელოთ, მათემი აიღეს და ძალიან საწყენია, ძალიან ცუდია. და იქნება ახლა რამენაირად კორინთო და სპარტა მაინც ავახილებთ რა. და ერთი ნაბიჯი გამოვტოვოთ. ვა, გერმანელები მოვიდნენ იმის ხასიათზე. კაი ბატონო. დავდოთ სავაჭრო ხელშეკრულება. ცოტა ხანშვიდობა მათ კარგია მაწყობს 8-ზე მოვიდე. ესეც ესე ფულით წავართვი. ფაქტობრივად კონტრიბუცია გადაიხადეს ახლა ამას რა. ეს უბრალოდ სული ამოვითქვა. სასწრაფოდ ეხა უნდა ვიჩქარო და პირდაპირ აი ეს აბა შემოვარტყა ეს კი ამათი სამოქმედო მოედანი იყო, მაგრამ ამათაც ბევრ ქალაქს ავახებს ამომავლოდ სამოქალაქო ომი რო დაიწყება საქმეს ვიწინაურებ ისე რომ იცოდეთ მეგობრებო ეს დავიბრუნოთ უკან ნარბონ მარტინი და ეხლა გავქნათ სასწრაფოდ ეს იმპერატორს დავეხმაროთ, იმიტომ რომ იმპერატორის სიკვდილი თლაც ძალიან კარგი და საამაყო არავითარ შემთხვევაში არ იქნება. დავტოვოთ აქ ისევ ერთი ერთეული და ბრძოლის ხაზს ყველანაირად შევეცადოთ, რომ იმპერატორი გამოვაცილოთ აი იქიდან. დავეხმაროთ რაც შეიძლება ჩქარა. მასილიიდან აი ეს ადამიანები მოიყვანოთ აქეთ გარნიზონით. მეორე ნაწილი რაც შეიძლება გაკეთდეს. მამათანობს მაშინ განვაახლებ, როცა საჭიროდ ჩავთვლი. აუცილებლად გავაკეთებ მაგას. და რა ვიცი დღეისთვის ამ სერიისთვის ეს იყო მეგობრებო აილოვის მომდევნო სერიას და აუცილებლად დამიწერეთ